მოკლედ ჩემო მეგობრებო, ახლა სტუმრის ჯერი დადგა და დღეს ჩვენი სტუმარია სერიალ მიხოს და მაროს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის მოგელის როლის შემსრულებელი ჩვენი მეგობარი და საქართველოს მეგობარიც რატი ტვილდიანი. ესე იგი ჩემო ნიკოლოს ძალიან აგვაქვს აკვიატებული ეს სვანური ცეკვები მე და შენ და რაღაცა სანამ ერთ-ორი ლეთს არ ჩაუბატებთ არაფერი არ გამოვა. მე ხო აჭარულზე სვანურ ცეკვა ვარ. რატი, კეთილი იყო შენი პერსონაჟი ჩვენ სტუდიაში, ჩვენს გადაცემაში ეს სვანურ რაჭული წარმოშობის კაცი თელმა საქართველოს მეგრელად გაგიცნო. მე მასე უნდა გვეთქვა პატა რო შემოვიდა მუჭორე მოსოჯი დოსოჯი პატენი მოსოჯი ესე იგი ამ სერიალით და შენი პერსონაჟით მაყურებელმა ძალიან შეგიყვარა ეხლა მე და ნიკოლოს კი გვაქვს შეთან ურთიერთობა წლებია გიცნობთ ამბავი მაგრამ მაინც ხდება მსახიობის ცხოვრებაში განსაკუთრებულად რაღაცა პერსონაჟი გაიბრწყინებს ხოლმე და მე რჩება და რჩება ასია და იქნებ მოგვიყვე როგორ მოხვედი აქამდე რომ მაყურებელმაც ასე თქვათ გაგიცნოს როგორ მოხვდი იუმორისტულ გუნდს როგორ მოხვდი ოღონდ შენ რო გიყვარს შექებების გარეშე ისე რა თხლად 73 წელია და დაიწყე ეს კაცი გამიჩერე თუ შეიძლება ну როგორ მოხდა პირველად ჩემი სატელევიზიო ასე თქვათ პრემიერა, როდესაც მე პირველად ტელევიზიით გამოჩდი, არის პატას დამსახურება, იმიტომ რომ ერთ-ერთ არხზე გადიოდა სერიალი კაბარე ხუთი ვარსკვლავი და იქ დაჭირდა მსახიობი, პატამ შესთავაზა რეჟისორს ჩემი თავი, გამსინჯეს და მე დამტოვეს რა ამ როლზე, მაგრამ მანამდესაც კიდე აქსინჯეს და უთხრეს ჯამთელი ხარო, ზადის სახში. კი, ამ ნაწილის გარეშე, ტელევიზიაში და აქ ჩვენთან მაშინ მე მოვყვები, ბარემ, შენ და თო უნდა არა. რაც შეეხება მიხოს და მაროს სერიალს, აქაც პატარა შემთავაზა, მოსულიყავი და მეთამაშა მეგრელის როლი. საერთაშორისო ძალიან საინტერესო ამბავია წლების წინ, ესე იგი, აღარ გაგეკვირდათ, რომ რატი პროფესიით მსახიობია, ხო? და წლების წინ იყო არ მახსოვს რა, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ სადიპლომო სპექტაკლი ვნახე რატისი რადიო თუ არ და ოთარ ეგაძის დადგმული სპექტაკლი და ეს ძალიან კარგი სპექტაკლია სტუდენტი ვარ ახალი ვზივარ დარბაზში და უკვე წამსვლელი ჩვენი მეგობრებს ვადევნებთ სპექტაკლს და უცბად შემოდის სცენაზე მეგრელი პერსონაჟი მამა ნუგო რატი ну აი ეს დაინგრა რა დარბაზი და რო კითხეს რომ მეუღლე სადარიო და კისლაროდის ბალონი მოაქო კიბეებზე ამოდისა და აი იქიდან გამახსენდა ვიოლა გამახსენდა და აი მოვედით აქამდე და მე მგონი რომ კარგად არჩევს რა მეგრული ცხოვრის სწავლი მეგრული ცოტა ვსწავლობ ხა ტექსტებიდან გამომდინარეობს ვსწავლობ და ხშირად არის ხოლმე რომ ახლა ამის წინ ტაქსით მომიწია რა გამგზავრება და დალევდი და დატოვედი. დალეული ვიყავი კი და უკან რო დავჯექი, ტაქსისტული მელაპარაკება მეგრულად რაღაცას რა და ბატონო მეთქი ვეუნები და კიდე გამიმეორა რა მეგრული სიტყვა რაღაც და უკაცრავად ვერ გავიგე მეთქი რას მეუნები თქო და როგორ შენ მეგრელი არ ხარ კაცო რომელი რაიონიდან ხარ მეთქი არა ვარ მეგრელი სვანი ვარ რაჭაში დაბადებული გაზდები ნუ ახლა შესაბამისად ეს მე განამარტო ეს მეგრული მესმის რომ ვიღაცები გასწავლიან მეგრულს მაგრამ ნუ შესაბამისად ახლა რომ გამოჩნდი ამდენხანაც იყავი მაგრამ ამ სერიალმა უფრო გაზარდა შენი ცნობადობა დარწმუნებული ვარ ხო ამ ამბავში ერთხელ ჩავედით ქონდა კონცერტი ქონდა მე და ნიკოლოს ეს სერიალი ახალი გამოს ალბათ 4-5 სერია იყო გამოსული რატი გვახლდა და ბავშვებმა მიირბინეს და თქვენი სარა ხართო მოგელიო და მოვიდა ჩემთან
უყურებსო ყველაო. ქუჩაში რომ მიწევს გასვლა ხან ბავშვები ხან მოზარდებიც თქო რომ სროთი გადავიღო რა მათთან და შენ იღბალი გაქვს მე ძირითადად ბებიები მთხოვ. მე ნასვამი კაცები. მოხდა ესეთი ფაქტი რა რომ ნასვამი კაცები მთხოვე კატახენა კარგი. ხოდა მოკლედ მოხდა ესეთი ფაქტი პატარო ტელევიზორში გადიოდა რაღაც ცირკი იყო ჩამოსული ჯგუფი რა რომელიც რეკლამა იყო რა და ბავშვებმა მთხოვეს ჩემმა შვილებმა რომ მამაო იქნება წაგვიყვანო რა და ავიღეს ბილეთები მაგრამ ძალიან მაგარი პახმელიაო რა ერთ სულზე ვარო არ წავიდე მაგრამ ახლა შვილებს უარს ვერ ვეუბნები ახლა მოგეხსენებათ ეს ცირკის კიბეები ასასველი ძალიან ისეთი აკიდებული არის რა და პახმელიაზე ახლა ასვლა ისა და მოგეთ როგორც იქნა ავედი სიმწრით ავედი ჩემი შვილები ესე პავსხეში ჩაკიდებული და მივადექით ცირკის შენობას რა და ცირკის შენობას აქვს ესეთი საფეხურები რა სანამ შენობაში შედიხარ და აი აქ ესე დგანან შესასვლელში დათვის სპაიდერმენი მთელი ტურა და ესე შემდეგ რა ფორმაში არიან გადაცმულები რა და გელი ტურა მე რომ მივედი ახლა ბავშვმა მთხოვა პატარამ ჩემმა ნიკოლოზმა რომ მამაო თუ შეიძლებაო სპაიდერმენთან გადავიღებ სურათს და მე თქვი კი მეთქი ახლა რა ხდება სურათს რო იღებ მე იქ ბეჭდავენ ფულს იხდი და რაღაცა ცოტა თავისი მცირე ბიზნესი აქვს ამ დროს ვიღაცა მოდის ჩემთან რა პატარა ბავშვი და თუ შეიძლება ბატონო მოგელია თქვენთანო სურათს გადავიღებო რა მე თქვი კი შვილო დავდექით მეც ისე მომიწია რომ მე მომიწია აქ დადგომა რა და თვიტურა მელა მგელი სპაიდერმენი და მე ვარ კარგია თან საფეხურიდან ვერ ჩამოვდივარ იმიტომ ერთი სურათი რო გადავიღე მე მეორეს მოვიდა კიდე მესამე დედებით მოდი ზოგი მამებით მოდი და ჩემში შენთან უნდა სურათი გადაღება და დგავა რა აქ რა და ერთი სურათზე ბავშვებმა ხელი გადახვეული ორი ბავშვი მოვიდა ეტყობა დაძმები იყვნენ გძნობ რომ ვიღაცა ხელზე მირტყავს რა და გავხედე და დათვია გამოვიდა იქიდან ჩემთან რა და ესე ხომა აქ ეს ხელი გადახვეული და ყური მომწია ყურთან მომიწია და გვაცადე რა მუშაობა ხოს შევი რა ცირკში შევი რა თუ შევიღა კარგია კარგი მაგარია რატის მონაყოლი რატომ მიყვარს იცი ხა მართლა მინდა ტელევაყურება თუ რა სტუდენტობიდან მეგობრებო უცნაურად ყვება სად უნდა გაი სადაც არ არის ისტორიაში გასაც იქ აკეთებს აქცენტს და იქ იცინს და კარგი ისტორიები აქვს და პირდაპირ მინდა რომ გადავიდე რა რომ აი ძველი ახ სტუდენტობა რომ ახსენეთ და მთელი ამბები სტუდენტობიდან გაიხსე მაგას ნუ გამახსენე რა ოქროს ხანაში მინდა უთხრა ტელემაყურებელს რომ სულ ჩხუბობდა აი ხო არიან ადამიანები რომ ცხოვრებაში ორჯერ მოვიდა ჩხუბი ამას თავისუფალი დრო აქვს მარტო მოსაყოლი დანარჩენი სულ ჩხუბობდა რა და ეხა ძალიან წყის ხოლმე რომ მისი პერსონაჟი ამ პოლიციაში რო რეკავს არ გამოვა ეს მე მგონი კარგად მოკევი რა ის რამე კაი გაიხსნა სტუდენტობა ოქროს ხანაში მოუწია სტუდენტობა 90 პერიოდი იყო ოქროს ხანა იყო სწორად აღნიშნე ეგ აღმაშენებლის ერთი და მეორე 90 ესე იგი გაჭირების პერიოდი არის მთელი რუსთაველი არის გადადუღული რა და მაგ დროს ხდები მსახიობი ამ დროს ხდები მსახიობი სტუდენტი ვარ რაჭიდან ჩამოვედი ქალაქი პირველად არა დაბნი ახლა მაყურებელი სვანია მეთქი და რაჭიდან ჩამოვედი აუხსენი კარგად მოკლედ მე სვანი ვარ და დავიბადე რაჭაში ამბრულაური ერთ-ერთი პატარა და ლამაზი ქალაქია, იქ დავიბადე სკოლაც, იქ დავამთავრე და სკოლის შემდეგ წამოვედი თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებად რა და რო ჩამოვედი მანამდე აუხსნა მე გეტყვით რატი მეგობარი ახლა ჩვენ ვისვამ კარგად მოკლედ წარმოშობა ახლა გვარიც გეუბნებათ რომ რატი ტვილდიანი სვანური წარმოშობა მაგრამ რაჭაში დაბადებული და გაზრდილი დედა ხო რაჭველი კი დედა ყავს რაჭველი ეს უნდა თქვა და მოვიკითხო ჩემი უსაყვარლესი დედიკო მოკითხვა აი ხარე მალე ეგან სანამ შენ მიხდებოდი მაგას მე ჩვენთან არის რატი არის ნერვიულოდ კარგი ვაცალოთ ახლა ხო გადაბუგული რუსთაველი მოკლედ მანამდე ვიყავით ეს ჩამოსული სხვანაირი მახსოვდა რომ ჩამოვედი გადადუღული არის რა ასე ვთქვათ რაჭულად რო იტყვიან
პარლამენტის შენობაში ზარბაზის დაფეთქებებია, ქუჩაში ავტომატით დადის ხალხი და მოგეთ არც ტრანსპორტია, არც საჭმელია, არც სასმელია და შენ არა ხარ რა ძლიერი ოჯახი. ხო, ძლიერად არ ვიყავით, ეხლა პედაგოგების ოჯახში ვარ გაზრდილი და რას ისი საშუალებაც ჰქონდათ ჩემს შორებს გამომიგზავნენ და მეორე დღეს პატამკიცის რუსთავეზე საღვეზელე იყო თეატრალური ინსტიტუტის წინ და იქ თავდებოდა ეს 2 კაპიკი რაც მოდიოდა რა ოჯახიდან და მოგეთ ხან ბიჭები მეხმარებოდნენ, ხან გზის ფული არ მქონდა, ფეხით მივდიოდი. აუ, რა მისწორდებოდა, იცი? რა. ტროლეიბუსი მისწორდებოდა სავსე რო იყო რა. რატო? იმიტომ სახურავებზე ავდიოდით და იქ ფულს აღარ მახტევინებდნენ. უბრალოდ ერთი შიში მქონდა რომ დენს არ დაერტყა, მაღალი ძაბოა იყო რა. ხო და ერთი მაგ ისტორიაში ისიც კარგია, როგორ მოხდი იქ სადაც ქირით იყავი. აუ, ხირით მიჭიდა სიარული რა, შოვლემა მიშოვეს ბინა, რაღაცა ძლივს გაჭირვებით და მოკლედ მივდივარ გზაში და სამარშრუტო ტაქსი იყო და ის ძღოლი მცნობდა, იმიტომ სულ თეატრალური ინსტიტუტიდან არ მივდიოდი, ან თეატრალთან ვაჩერებდი რა. ბიჭო, ერთი დღე არის მივდივარ და ფული არ აქვს. ფული არ მაქვს, მაგრამ ვიშოვე ფული, რაღაცა მანეთამდე რა თუ 50 კაპიკი იყო, აღარ მახსოვს მაშინ და ბიჭო, მივდივარ და გონია რომ უკვე ღამეა და ვინ უნდა შემხვდეს ახლა და თან შიშო რომ არავინ შემხვდეს, იმიტომ რომ მეტი ფული არ მაქვს რომ გადაუხატო. მაშინ ძალიან ისე იყო რა. ხო და ბიჭო, მივდივარ და დავინახე რაჭაში სოფელში ჩამოდიოდა ჩემთან ერთი გოგო მომწონდა და იმანაც იცოდა რომ მომწონდა, მაგრამ ახსნილი არ მქონდა თლად კარგად რა. მაგრამ ეს იცის რომ შენ იცის რომ მომწონს, ხო და ბიჭო, რო დავინახე კი გამიხარდა, მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ ფული როგორ გადაუხადო, იმიტომ რომ ფული არ მაქვს რა. ერთი გაცავდა და მეთქი რა გავაკეთო. ამოვიდა ანუ მარშრუტკაში. ამ მარშრუტკაში ამოვიდა, ხო და ახლა ვფიქრობ რა გავაკეთო. და სანამ ამოვიდო და მანავე ვფიქრობ უკვე რა უნდა გავაკეთო და მეთქი ერთადერთი გამოსავალია ვითომ ძინავს და ფანჯარას მივადევი. დავიდა ეს მივაწექი რა და თან ცოტა ისეთი რო არ ყოფილიყო საეჭო, ხო? თან ლაპარაკობ ვითომ. ხო, სადა? ხო, გამოდ, რა? რა ნახდა თან ფრინვას ამოუშვდა. ეხლა თან ჩუმა თვალს გავაპარებ, ეს გოგო წინ დაждდა, მიყურებს, არ მიყურებს. მოგეთ რო ჩავიდო და მე ჩავდიოდი რა და ამით ამოვისუნთქავდი რა. ანუ ხშირად ხდებოდა. ხშირად ხდებოდა. ეხლა მეორედ ცო მივდივარ კიდე და მე ვფიქრობ რომ მეთქი არ შემხდეს, მაგრამ ვფიქრობ რომ 2 ადამიანის ფული მაქვს და თუ შემხდება, კაია რაღაცით გამოვალ რა. და დავინახე ბიჭო დგას. აუწია ხელი მარშრუტკას და გააჭერ და მეთქი ეხლა მაინც გადაუხდი მეთქი რა. დედამისი ამოყო. 2 ფული მაქვს, 3 ფული არ გამოდის, ხო? არ გამოდის. ავდექი და ეხლა მეორე ფანჯარას მივეყუთე. ძინავს თან ჩუმა თვალს გავაპარებ, ესე ჩავიდნენ, არ ჩავიდნენ. მოგეთ როგორც კი ჩავიდა, მეც ჩამოვედი. ბიჭო, ერთი დღე არის თეატრალში ახლა სულ ისეთი პერიოდი იყო, მაგრამ მაინც სვავდით, ახლა ვახერხებდით რა დალევას და კაი ნასვამი ვარ რა, რაღაცა სიყვარულის ხასიათი რომ მოგაწובה, ხო იცი და მივდივარ და მეთქი ახლა თუ შემხდება, მეთქი რაღაცას მაინც ხო ნასვამი ხარ გაბედული ხარ რა და ბიჭო, დავჭექი და კიდე გაჩერებაზე დგას რა. კიდე გაჩერებაზე დგას. შენსკენ ცხოვრობდა. შენსკენ ცხოვრობს, ერთი მიმართულებით მივდივარ. გაუჩნისა რა ქვია. აუწია ხელი მარშრუტკას და ბიჭო, გამახსენდა რომ მე მგონი ფული არ მაქვს. საერთოდ აღარა. საერთოდ აღარ მაქვს ფული ისევა რასული მარშრუტკაში. ეხლა ესე მეძინა, ეხლა მეთქი რა უნდა გავაკეთო, ნუ ნასვამი რო ვარ, ესე გადავაგდე თავი. ესე ძინავს რა და ეხლა გავაპარე ჩუმა თვალი, გავაპარე და ბიჭო, ხედავ რომ ეს გოგო მოდის და მეთქი ხო არ დამინახო რომ თვალები მაქვს გახსნა და ისევ დავკუჭე რა და ესე ვარ. და ბედზე მიტყავს. რატი გაიღვიძე შესაწყალო გავთხოვდი უკვე ნუღანი არ მიულობა. რაღაც ეხლა ამ თეატრალური ინსტიტუტის პერიოდზე ჩამოვარდა, საუბარი ერთ მაგარ ფაქტს მოგიყვები. აუ, თელეწვალობდი ხო? მაგრად ხო? გადადუგული რო არის, ყველა. გადადუგულია ხო და არავინ არაფერი არ დადის და ძმაკაცი ცხოვრობდა სვანეთის უბანში. სად იყოლებოდა ეხლა? ხო და დამპატიჟა რომ 12-ისთვისო ამოდიო რა. ახალი წელი დგება და 12-ისთვის ამოდიო. ბიჭო, ბამბანერკა არ იყიდება. კიდევაცო ფული მქონდეს ბამბანერკა ან რაღაც არაფერი არ არის რა თბილისში რა. ფულიც არ არის ხვაზე ხარ და ბიჭო, რა გავაკეთო? ერთი პარმენა იყო, დაცვა იყო იმაში, რა ქვია, თეატრალურ ინსტიტუტში რა. ისიც ბეგრელი იყო სხვათა შორის.
და პარვენ მეუთხარი ეს ნაძვის ხე აღარ გჭირდებათ და მეუთხარი მე მომეცი მეთქი წავიღეთ ხო და ვიფიქრობ ახლა რომ სად იყო ეს ნაძვის? თეატრალურ ინსტიტუტში იყო სცენაზე იდგა და თან რა მინდოდა იცი რომ ახალწელს მეთქი სცენაზე დამებედება რომ სცენიდან არ გამომიშვებერ მეთქი რა და იქ მიხვედი? იქ თეატრალურ ინსტიტუტში ხო იქ ვათენებდი კაცო ღამეს კაბინეტი მქონდა ჩემი მძინავ და იქ ხანდახან იქ ვჩებოდი ხო მე და ერთი ჩემი სვანი მეგობარია და კიდე რამოდენიმე მეგობარი მე არ ხო და ვიჭო მოვკიდი ამ ნაძვის ხეს ხელი მაგრამ დიდი ნაძვის ხე არის ესე ამ ხელა ნაძვის ხე არის ხია და მაშინ რა იყო იცი ახლა რა გედეი და რაღაცები რო მაშინ არ იყო რა გედეი პური არ იყო რა გედეი რა და ანუ ცარიელი ნაძვის ხე დგას არა ცარიელი არ სათამაშოებიც არ იყო და პროსტა ბუშტები კიდია ბევრი რა ხო და მეთქი ხეცარიელი რო არ მივიდე ოჯახში სვანი მოვკიდებ ამ ნაძვის ხეს და მეთქი ნაძვის ხესთან ბუშტები აქვს და ბუშტებიანან მივადგები და ახალწელს მიულოცავ ხავს და რო ჩამოვედი გაიგე ხაშვეთისთან რო ჩამოსასვლელია რუსთავისთანაც რო გამოცდი ჩავდივარ ესე კოლმეონობის მოედანზე და დავინახე რომ რეიდი არის დიდი რა ედრიონი გვარდია რა ყველა იქ არის და იარაღები პულიმეტები კოლხოზნიგზე არის თავზე დადებული რა ვიცი და მეთქი ბიჭო ეხა ძალიან ასვამები არ იყო შარი არაფერი ავიკიდე და ცოტა გვერდს აუული მე ეთარე ნაძვის ხე გიწ ეს ნაძვის ხე ესე მაქვს ესე მივდივარ კაი შრომის გმირივით ამაქვს რა ეს დროში თო შედიან ომში ხო იცი და ბიჭო მეთქი აუული გვერდს ეხლა ამას რა და ჩემ ბედად ბიჭო ერთი დიდი ბუშტი გასკდა იმხელა ხმაკდა რატო გასკდა წიწი მოხდა იმის რა ქვია ნაძვის კომპიუტერ წიწი მოხდა ისეთი ხმა ქონდა შეძობას მიწავალ მე მგონი იქიდანაც მესროლეს რა ქვია ანძაზედაც იდგნენ ფუნიკული ორზე რა და რო დამიშვეს ავტომატი პულიმეტი და შიშისგან კაცო შიშისგან გამავიზა რომ ნაძვის ხე მაგდა კი არ გადავაგდე ბიჭო ჩემი ნაძვის ხენა მირბივა ეს წიწები მეყრება იმაზე ეთქობა მომიცხრილეს იქ ბუშტები ხოდა რო არ ვივარ ახლა ბიჭო შიშისგან ვეღარ გავუშვი ამ იმას თქვი დამავიზა კაცო ნაძვის ხე სულ დამავიზა და მაგრად ამაკ ჩაკიდებული რა და გავარბივარ ზევით ახლა რიოკით ავარ იმაზე რა ქვია სვანეთის უბაში და თან ბიჭო სოლების ხმა მესმის და მე სოლების ხმა რომ მესმის მგონია რომ მომდევენ და თუნე ბუშტების კრება კიდე წიწები და რამდენი გასკება იმდეს მოუმატებს ხარეს გავშვივა რა ბიჭო როგორც იქნა ავედი მაგრამ მე რა მქონდა იცი გათვლა მქონდა რომ მეთქი ავალ ნენელა აღმართია ფეხით და ერთი საათ ნახევარი დამჭირდება თუ და ავედი ნახევარ საათში რა და ესე იგი არ არის ახალი არ არის ახალი წელი რა 12 საათზე ხო უნდა ყოფილიყო და ავედი 11 საათზე რა და გოგიტა მეთქი ჩემს მაკაც უძახი რომ ის მეთქი გამომხედოს ყარები ჩაკეტილია რო დამინახა ნაძვის ხი დებუშტები დაცრიალებული არა ბიჭო ჯერო ადრე კი არა ბიჭო კიტოვანი მომდევს შემიში სახლის უკაცი ხარ მე უთხარ დამანებე თავს კიტოვანი მომდევდა კოლხოზნიკით იყო არა ის იყო მაგარი რა გზადაგზადოს კეთებოდა და მე რომ უმატებდი სიჩქარეს რა მაგარი კარგი რატი მინდა ასევე ქორეოგრაფია შევეხო მასწავლებელი ხარ ცეკვას ასწავლებელი ცხოვრება ცეკვავ კი მე რაჭაში დავიწყე ცეკვა მამასთან ცეკვავდი ანსამბლში მე თბილისში ოდესაც ჩამოვედი ანსამბლ ხედრულში ვიყავი იქ ცეკვავდი შემდეგ მამის გარდაცვალების შემდეგ სანამ მამა გარდამეცვლებოდა მამამ თქვა რომ ეს ანსამბლი როგორმე არ დაშალოო რამე რომ მოხდეს არ ვიცი რაღაც წინასწარი ის ქონდა ცნობა და შემდეგ ის იგივე ანსამბლი რომელიც მამაჩემის სახელის ანსამბლი იყო ის ანსამბლი გადმოვიტანე თბილისში და დღეს არის ანსამბლი თარიკონი კარგი სტუდია არის კარგი თაობა მოვიდა წელს ბავშვები ხამ მოგენის მერე როგორ მაგარ რაღაცას მოგიყვები აი ხა ბიჭებმა იციან და თქვენც იცით რა ქართულ ცეკვაში არის 8 სათვალავი 1 2 3 4 5 6 7 რო და ისევ ჩამოდიხარ 8-ზე და ახლა რო პატარა მე ვერ გავიგე მაგრამ კაი ხო, ისევ ჩამოდიხარ ახალ 8-ზე რა, ისევ 10 1 2 იწყებ. ხო, 8-ზე მთავრდება და კიდე მეორე 8-ს იწყებ, ხო და. ბიჭო, ეს რო პავს ძელთან ბავშვები ვამუშავებ და ვინაიდან ახალი მოსულები არიან, ჯერ მუსიკასთან მაინც მისაჩვევი არის, რომ რითმი ჩააჯიროს. აი, ხო უთული ახლა 1 2 3 4 5 6 7 8 ტექნიკებს, ხო. ბიჭო, ერთი სხვა ენაზე მელაპარაკება რა.
ბავშვი რა, მე რო უთვლი ისიც საუბრობს, მაგრამ სხვა ენაზე მელაპარაკებ. თუ დავაკვირდი ეხლა და ეს ბავშვი ხო დგას ზეთა და ესე მუშაობს. ართი ჟირისი. ბიჭო, მეგრულად თვილი ის და. მე ვთქვი, რა საკეთებთ კი ნიკო თქო და. მოგელი ხარ ხომ? მოგელი იმიქა რომ შენ მშობლიური იმაზე და მე ვთქვი, ვასიამოვნებო რომ მასწავლებლებს მეგრულად დაველაპარაკებ და დავითვლიო და. რატო ხა შენ თიშვილი ხარ მაინც? კი 30 წელზე მეტია თბილისში ვარ, მაგრამ თვითონ მაინც ვერ ჩამოვედი. ოკეი, ძალიან კარგი. ხო და რამეს ხარ წაგვიკითხავდი ლექს როგორც მსახიობი სანამ აქ მშვიდობებით ისტორიები არაჩვეულებრივი იყო. აი ერთი ძალიან კარგი ლექსი არის, მიყვარს განსაკუთრებით რომ დავლევ მაშინ და სიყვარულის სადგეძელო როცა არის, მაშინ ვამბობ ხოლმე ამ ლექსს რა. ისმეთ. მძურს წვიმიანი ამინდი ეს რა ნაღველი შამყარა წაკიყვან წინ გადამიდგეს შენი შეშლილი ქვეყანა მამტრიონ მლეწონ მიტირე მაგაზე როდი ვჯავრდები მე ო დედას გიტირებ აბანუ შეგიყვარდები აი გაურია ის თავისი საკია აი ჩაძაბა შენ აქ დაუჩოქე ღრიტინე აღვევი ზოლა რას აბა გაგლეცავეთი ეგრე კონკრეტულად უნდა დაამთავრო და კონკრეტულად კი ხალხო თუ არ შეგიყვარდები განახება აგერო ჩემო რატი მადლობა პირიქით მადლობა თქვენ პირიქით მადლობა წარმატებები ძალიან არაჩვეულებრივი იყო და მიხარია როცა რაღაცა ესეთი ჩვენთან ამ ბოლო დროს მსახიობები მოდიან და თავის ასე ვთქვათ ვაძლევთ საშუალებას რომ თავისი მიჭიერება გააცნონ მაყურებელს და ყოველთვის ესე ვამთავრებთ ხოლმე რომ ამისთანა ბიჭები ყავს ეხა ქსოვრელები სტუდიაში და სიმღერა გიყვარს, კეიფი გიყვარს, დალევა გიყვარს, ნუ ბევრს ვერ სვავს, მაგრამ უყვარს დალევა. ნუ ცეკვარო უყვარს და უყვარს და რამეთი ხوار დაამთავრებ შენ სტუდია. ბარება. აი, ჩვენს ბიჭებს თო თაზე გადმოვალ ერთი თუ შეგვიძლია და აი, ვიბძანდი. მოკლედ ჩვენი სტუმარი იყო რატი ტვილდიანი, მოგელი და ვემშვიდობა სიმღერა. სიმღერა რატომღაც ზღვაზე რო ემღერა ახლა. ფანტასტიკა. ახლა